მე მაინც მიმაჩნია, რომ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე იმ ხარისხით არსებობს და იმ ინტენსივობით, რომ პატიმრობის გარდა სხვა აკვეთის ღონისძიება მის აღმოფხვრას ვერ უზრუნველყოფს. შესაბამისად, სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მესამე მუხლის მე-11 ნაწილით, 193 მუხლის მე-2 ნაწილით, 205, 206, 219, 220 მუხლებით და ადგილზე თათბირით დაადგინა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო და წინა სასამართლოს ტომის კოლეგიის 2024 წლის 7 დეკემბრის და 2024 წლის 8 დეკემბრის განჩინებებით ბრალდებულების ანდრო ჭიჭილაძის, ჯანო არჩაიას, რევაზ კიკნაძის, გურამ მირცხულავას, უნისე ცხადაძის, ლუკა ჯაბუას, რუსლან სივაკოვის, სერგეი უხარჩუკის, გიორგი ტერიშვილის, ვალერი თეთრაშვილის და ირაკლი ქელაშვილის მიმართ შეფარდებული აკვეთის ღონისძიება პატიმრობა დარჩეს ძალაში. დღევანდელი სხდომა გადაიდოს 2025 წლის 10 მარტს 12 საათზე. სხდომა დასრულებულია, კარგად გრძანდებოდეთ.